მიკროფონის გარეშე მიწევს ვიდეოს ჩაწერა, იმიტომ რომ მიკროფონი ახლა იტენება და ვერ დაიტენა და სწრაფად უნდა მოვასწრო მე იმ ახალი ამბის გაცნობა თქვენთვის, ვინც ახლა ტელევიზორებს არ უსხეთხართ და უნდა გითხრათ რომ მოსამართლეს სახელაშვილმა გადააკვალიფიცირა მზია ამაღლობელის მუხლი და 353 მუხლის პირველი ნაწილით დასაჯა მზია ამაღლობელი, კერძოდ მას მზია ამაღლობელს სინდის ჩვენი ქვეყნისა ხმამაღლა ლაპარაკობს შეგნებულად იქნება და დაიტენოს ამასობაში და შევაერთებ კიდეც სინდის ჩვენი ქვეყნისა მიუსაჯა 2 წელი პრაქტიკულად ყველა მედია საშუალებაში, ყველა მეინსტრიმ მედია საშუალებაში, გარდა პროპაგანდისტური არხებისა ცხადია და ასევე ონლაინ მედია საშუალებებში ამ ამბავს გარემოსცემენ 2 წელით დაასაჯა მოსამართლემ მზია ამაღლობელი და აღასრულა ნება არა მხოლოდ ზოგადად ქართული ოცნებისა ან პერსონალურად ბიზინა ივანიშვილისა, ესეც უნდა ვთქვათ, არამედ აღასრულა ამით ნება რუსეთისა გადაიჩინა თუ არა სახე ქართულმა რუსულმა ოცნებამ კი არა მოსამართლემ და ზოგადად სასამართლომ კონკრეტულად და ზოგადად ქართულმა რუსულმა ოცნებამ ის ეცადა რომ მუხლის გადაკვალიფიცირებით კვლავ ვიმეორებ 353 მუხლის პირველი ნაწილით დაისაჯა მზია ამაღლობელი, დასაჯეს მზია ამაღლობელი 2 წლის პატიმრობა მიუსაჯეს, ეცადა ქართული რუსული ოცნება რომ სახე გადაერჩინა, თუმცა ნახეთ ეს ერთგვარი თითქოს კომპრომისი, რეალურად კომპრომისი არც არის იმისა და გამო რომ მზია ამაღლობელს მას პიროვნებას გავანებოთ ეხლა თავი რო სინდისია ღირსებაა ჩვენი ქვეყნისა პიროვნებას მოქალაქეს რომელსაც დანაშაული არ ჩაუდენია სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია მას 2 წლის პატიმრობა შეუფარდა თუ მიესაჯა მაშინ როდესაც ამავე მუხლით შეეძლო პირობითის მიცემა მზია ამაღლობელისათვის ან თუ არ ვწდები შეეძლო ჯარიმის დაკისრებაც მისთვის, მაგრამ ერთის მხრივ თითქოს დათმობაზე წავიდა და მეორეს მხრივ ეს უკანონო გადაწყვეტილება მიიღო ქართულმა რუსულმა ოცნებამ და პერსონალურად ბიზინა ივანიშვილმა. რა შეღავათიაო ეს ვინმე იტყვის ჩვენთვის, კი არა მზიასთვის, არც არაფერი მზიას ნათქვამი აქვს, რომ რა განაჩენიც არ უნდა გამოიტანოთ, სახელაშვილს რა განაჩენიც არ უნდა გამოეტანა, ხო? ის რა გადაწყვეტილებას არ უნდა ვიიღოთ, მინდა იცოდეთ, რომ თავს გამარჯვებულად თვლი. ეს თქვა მზია ამაღლობელმა ამ წუთიდან 48 საათით წინ 48 საათით ადრე, ანუ გუშინ წინ ორშაბათს, როდესაც წარმოთქვა საკუთარი დასკვნითი სიტყვა. რეალურად ბიზინა ივანიშვილმა და მის სურხს უკან დგომმა FSB-მ კანონიერი კი არა, კანონიერად წოდებული გადაწყვეტილება მიიღო და უდანაშაულო მოქალაქეს ხაზს უსვამ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ხო, შეეძლო 4 წლით, მაგრამ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. 2 დღითაც, აი განაჩენის შემდეგ 2 დღითაც რომ დაეტოვებინა 2 დღიანი ხო არ არსებობს, მაგრამ 2 დღით დარჩეს პატიმრობაში, ესეც უკანონო იქნებოდა. სასამართლოს დარბაზიდანვე უნდა გაენთავისუფლებინათ მზია, რასაკვირველია. რატომ აკეთებს, რატომ სჩადის ამას ქართული ოცნება და პერსონალურად ბიზინა ივანიშვილი? იმიტომ რომ მან შესანიშნავად იცის დაიხევს ერთხელ უკან, მას დაახევინებენ უკან 3ჯერ, დაიხევს 3ჯერ, დაახევინებენ უკან 7ჯერ და ეს მისთვის იქნებოდა ახლაც ჩიხშია, მაგრამ დამატებით სხვაგვარ ჩიხში იქნებოდა უკვე შემდგომ მე ახლა ვეცდები რომ ხმა მივუერთო თუ მოხერხდა, მიბოდიშებ თუ არა და მე ისევ გავთიშავ. ჯერაც არ არის დატენილი სამწუხაროდ. აქედან ჯერაც არ არის დატენილი სამწუხაროდ, ამიტომ მე უკეთესი ხმით ამ ვიდეო ბლოგს უბრალოდ ვერ შემოგთავაზებთ. კიდევ ერთხელ შევაერთებ და განვაგრძობ მსჯელობას. ბიზინა ივანიშვილმა შესანიშნავად იცის, რომ დაიხევდა უკან ერთხელ და მოუწევდა დაახევა 3ჯერ უკან, ეს ფაქტია. ახლა მოვუსმინოთ ნინო ზურიაშვილს ამასობაში. შეურაცხყოფა არის ადმინისტრაციული სახდელი 12 დღე ყველაზე მძიმე და რა ვიცი ჩემთვის ეს არის ძალიან მძიმე რა. რო თავიდან რო თქვა გადაკვალიფიცირდაო, ახ მოხდა მეც.
აღმოხდა სიხარულის შეძახილი რაღაცნაირად. მე ვიფიქრე რომ აი ისე გაუშვას მეთქი, იმიტომ რომ 7 თვე ცოტა ხო არ არის არა. ან იქნება 1 წელი მიუსაჯოს მეთქი და მე რო 2 წელიო რა თქმა უნდა ისე ყველას გული დაგვიწია. ნინოს კი აღმოხდა და იმედი მიეცა გადაკვალიფიცირების შემდეგ, მაგრამ კარგად უნდა გავიგოთ ბატონებო, რომ ბიზინა ივანიშვილი ორი რამ არის ბიზინა ივანიშვილის მოქმედებათა საფუძველი, ხო? პირველი, ბუდიშის ეხლა აი ამ წარიეშვილს მოусმინოთ. სასჯელი გააჩინა მაშინ, როდესაც ჩვენ შემთხვევაში გამოიყენა თავის გამოიყენებინა სხვა სასჯელი, თუნდაც სამუქანონო მის პირობებში რა სასჯელი რომ უთხრათ მაყურებელს და რა არ გააკეთებთ. ამის პირობებში, რომელიც ისეთივე უკანონოა, რომელიც ხდებოდა 363-მა, დღეს სასამართლოს გამოიყენებდა როგორც ჯარიმა, რომელსაც გადაარჩენებდა თავისუფლების არქონის ინვადაში, რაც ზია მოიხადა და რა თავისუფლებდა, ხალხს 7 თვე თავისუფლების აღკვეთა სტილის რაჭნისთვის, რომელსაც დანაშაულთან საერთო არაფერი არ აქვს, საკმარისი არ არის. ერთი რომ შეეძლო ჯარიმის გამოყენება და დარბაზიდან გათავისუფლება და შეეძლო პირობითი მჟავრიდან. ისინი არ ხდებოდა. რაც არ გააკეთა სასამართლო. მხოლოდ თავი უკვე სხვა კომენტარში, მანამდელ კომენტარში მაიამ წარიაშვილი გენიალური ადვოკატი ამბობს შემდეგ რამეს, რომ ამგვარი кейსი სასამართლოს პრაქტიკაში იყო არც თუ დიდი ხნის წინ, როდესაც პანღური, ჭიტლაკი, თუ გნებავთ ასე ვიტყვი, ამოვარტყა მოქალაქემ პოლიციის თანამშრომელს, მაგრამ იმ პოლიციის თანამშრომელს, რომელიც რიგითი პოლიციელი იყო, რიგით პატრულის რიგით თანამშრომელი იყო, უბრალოდ იმ პოლიციელისათვის პანღური ჭიტლაკის ამორტყმის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით არ დასჯილა მოქალაქე, რომელმაც ეს ჩაიდინა. ანუ უყურეთ, როგორი ამბავია, რა განსხვავებაა სილას, მირთმულს გებუაძესა და იმ პოლიციელ საპატრულო პოლიციის თანამშრომელს შორის, რომელსაც უკანალი გაუწითვლა ვიღაცამ პანღურის თუ ჭიტლაკის, ანუ ჭიტლაკის ამორტყმით. არც არაფერი, ხო? უბრალოდ არ შეუმოწმებიათ, გიბოდიშებთ ცხადია, მაგრამ ასე უნდა აღწერო იმის უკანალი სიწითლე და ამის სიწითლე, რომელიც არც გაწითლებულა ეს ლოყა ცხადია, ამის ამ გებუაძის ლოყის სიწითლე კი შეამოწმეს. რატომ შეამოწმეს? იმიტომ რომ ეს მაღალჩინოსანია და აი მაღალჩინოსანი და დაბალჩინოსანი, ხო? დაბალჩინოსანი ამ ხელისუფლებად წოდებული ბანდისათვის მიყენებული შეურაცხყოფა თუ მაინც და მაინც ეს შეურაცხყოფა, ხო, სხვადასხვა მუხლით, სხვადასხვა კვალიფიკაციით გადის და აქ გითხარით რომ 353 მუხლის გადავამოწმებ, 353 მუხლის პირველი ნაწილით დასაჯეს მზია ამაღლობელი. ისევ მაიამ წარიაშვილს მოусმინოთ. აი თუნდაც შემიშინა ავტომატურ დარბაზში რომ პენტენსიო გადაწყვეტილების თანაშრომელი არ დასწრნენ იძინენ შესაძლებლობთან სადაც მზია ამაღლობელი. აი ეს რაღაც მინიშნებები ხო არის ხო რა თქმა უნდა განსხვავებას გიქნება. ეს რაც მენიშნა რაუნდებული რაოდენობა იყო დარბაზში პენტენსიური სისტემის წარმომადგენელი წესის ინტერესთან. აღარ არის ახლა ბოდის სულთქალტბაიას და ეს კონკრეტულად ეს ამბავი საინტერესო. და აქვე გაჩნევთ ერთ ვიდეოს. ვიდრე შესლამდე. პუბლიკავცერებს ამ ვიდეოს. და გრან მაგარი ხარო ყოჩაღო პუბლიკავცერებს, ხო? დიახ, ეს მოკლედ, ნებისმიერ შემთხვევაში ქართულ ოცნებამ ჩაიდინა დანაშაული და მე არ ვიცი ჩემი კვალიფიკაცია ცხადი არ ყოფნის, მაგრამ უკანონოდ პატიმრობაში დატოვების გამო მოსამართლესაც და მის ზუგს უკან დგომებსაც უნდა დაეკისროთ სამომავლოდ სისხლის სამართლებრივი სამართლის პასუხისმგებლობა. იმიტომ რომ ეს არის თავისუფლების უკანონო დახკვეთა. სააპელაციო სასამართლო მისში მიდიან ადვოკატები და მზია, ისინი გააპროტესტებენ და გაასაჩივრებენ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო მოსამართლე სახელაშვილმა და მე ასაკვირველი არც იმის იმედი არ მაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო იქნება ადეკვატური, მაგრამ იმას კი გეტყვით, რომ მზია ამაღლობელი სინდისი ქვეყნისა იქნება თავისუფალი და მასთან ერთად გავიმარჯვებთ ჩვენ ყველანი, ჩვენ გავიმარჯვებთ ეს ყარავდგები. ეს კარგად უნდა გავიწყებს სიარულს, ეს კარგად უნდა გავიგოთ, ჩვენ გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ რუსული ხელისუფლება, რომელიც არის ამ ქვეყანაში, ამ ქვეყანას მიათრებს მოქალაქეებსაც, მაგრამ ამ ქვეყანას ზოგადად მიათრებს
რუსული დამპალი ჭაობისაკენ და დამპალ ჭაობში მithumereც ახლა როცა ასეთი მომენტუმია ჩვენი ქვეყნისათვის დამპალ ჭაობში ჩვენი აღმოჩენა, ჩვენი ჩარჩენა განაპირობებს იმას, რომ ჩვენ სახელმწიფოსაც დავკარგავთ გარკვეული პერიოდის შემდეგ და ზია მსგავსად ბევრი სინდისის მეტი და მეტი ზიას და სხვა თამსგავსად მეტი და მეტი სინდისის პატიმარი გვეყოლება რომ ვიცოდეთ მომავალში და იზიდა ივანიშვილი არ ჩერდება და აქედან გამომდინარე ის მიიღებს ძიმე პასუხს ქართული საზოგადოებისაგან